რატომ გაუქმდა 21 ნოემბერს ჩანიშნული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა. მედიის ინფორმაციით, რომელიც ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა, შეხვედრის გაუქმების მიზეზი საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა. ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამბობს, რომ ევროკავშირის მხარემ შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით გადადო. ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარის დელეგაციაში სანქცირებული პირი ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა. დარახველიძე 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირდა. იყო თუ არა დარახველიძე დელეგაციის წევრი? ჟურნალისტების ამ კითხვას ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ უპასუხა. დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. აქ სანქცირებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, უადგილოა. მათ მოგვაწოდეს კონკრეტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად განისაზღვრა კონკრეტული უწყებები, ვისაც კითხვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული, გაეცემოდა ამომწურავი ფაქტებზე და მტკიცებულებზე დაფუძნებული პასუხები. ასეთი მიზეზი ოფიციალურად არავის არ მოუწოდებია. რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ევროკავშირის მიერ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული. შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას ასე ვთქვათ, ცდება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგი შესაძლოა მომავალში მაინც გაიმართოს. მედიის ცნობით, ევროკომისიის პრესპიკერი ზანიტა ჰიპერის ოფისი ადასტურებს, რომ ევროკავშირი ქართულ მხარესთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით თავისი პოზიციის წარდგენისთვის სამომავლოდ მზად არის. ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც შეხვედრის გაუქმებას დღეს გამოეხმაურა, ამბობს, რომ ბრიუსელი ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციების მოსასმენად მზად არ არის. უწყების თქმით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი არ ამოძრავებდა. სამინისტროს განცხადებაში ასევე წერია, რომ ევროკავშირთან ყველა დონეზე შეჩერებული დიალოგის ფონზე ქართული მხარე ამ შეხვედრას ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობად აღიქვამდა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ოცნების საგარეოს პოზიციით ქართულ საზოგადოებას ბრიუსელის კრიტიკა ხშირად ესმის. ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გასწია, რათა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი ყოფილიყო და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაცია შესაბამისი უწყებების მონაწილეობით. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის. ევროკავშირთან გაუქმებულ შეხვედრაზე შეფასება დღეს ოპოზიციურმა პარტიებმაც გააკეთეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ქართული ოცნება ბრიუსელს შანტაჟის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და ცდილობს ევროკავშირთან ურთიერთობა საკუთარი პირობებით დაამყაროს. მათი განმარტებით, შეხვედრის გაუქმების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ბრიუსელი ოცნების ულტიმატუმს არ დათანხმდა. ქართული ოცნების მოთხოვნა და ეს უხეში პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ჩამოვიყვანთ დასანქცირებულ პირს, დავსვავთ მოლაპარაკების მაგიდაზე, არ გვექნება დემოკრატია, დავარღვევთ ადამიანის უფლებებს, გავაყალბებთ არჩევნებს, მაგრამ თქვენ იქიდან გამომდინარე, რომ გჭირდებათ შუადერეფანი, გჭირდებათ ეს რეგიონი სამხრეთ კავკასია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, არალეგიტიმური ქოცური მთავრობა, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვესაუბროთ და ჩვენთან დიალოგი უნდა გააგრძელოთ. რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში, ესეთ შანტაჟზე, ესეთი ულტიმატუმებით ენით საუბარზე, რა თქმა უნდა, ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა ეს შეხვედრა. ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, იმასაც და ვისმეთ ეჭვებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ქართული ოცნება აპირებდა დელეგაციაში ჩაესვა პირი, რომელიც არის სანქცირებული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. რაც თუკი ასეა, არის აი ქოცურ რუსული ცინიზმის გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლების განსახილველად გზავნი ისეთ პირს, რომელიც არის ადამიანის უფლების გამო, ადამიანის უფლების დარღვევის გამო სანქცირებული. ამიტომაც აქ ჩვენ ვუყურებთ ქოცური პოლიტიკის შედეგებს, რომლის გამოც საქართველოს აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი, ჩვენით აღარ არის დაინტერესებული ძირითადი პარტნიორები. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე დიალოგი 2009 წლიდან ყოველწლიურად იმართება. შეხვედრებზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა და დემოკრატიული რეფორმების პროგრესი განიხილება. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო ახლა ევროკავშირს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, გარდა იმ კავშირებისა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსავალზეა ორიენტირებული, ყველა ფორმის კომუნიკაცია გაწყვეტილი აქვს. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დიალოგს, ევროკავშირი ამ საკითხზე შეხვედრას ყველა ქვეყანასთან აწარმოებს და ეს სტანდარტული პრაქტიკაა.